დღეს მინდა მოკლედ ვისაუბრო იმ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ევროპელების მხრიდან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და ამასთან დაკავშირებით არის ერთი ამბავი ატეხილი. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ერთადერთ რამეს ემსახურება და ეს არის ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება უკმაყოფილება უნდა გამოიწვიოს ქართველებში, ჩვენ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილება უნდა მიემართოს ქართული ოცნების ხელისუფლებისაკენ და ამით იქნებ როგორმე პროცესები შემოტრიალდეს ოპოზიციის სასარგებლოდ. აი ეს ბოლო საჩუქარი გაუკეთეს საქართველოს ოპოზიციას თავიანთმა პატრონებმა და ბოლო ჯოკერი რაც ეჭირათ ხელში ეს იყო ვიზა ლიბერალიზაციის ამბავი და აი ეს ბოლო ჯოკერი დადეს და მიდის იმაზე საუბარი რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კარგად უნდა დავფიქრდეთ ყველა ჩვენ ქართველები იმაზე თუ რას ემსახურება ეს ამბავი და მიზანი რა არის აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების. რაც შეეხება იმას, რომ თურმე დავიღუპებით ამით და რაღაც კატასტროფა ხდება, რა თქმა უნდა, არც დავიღუპებით და არც კატასტროფა არ ხდება ამით და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ზოგს ისე წარმოუდგენია, რომ აი ჩვენ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, დღეს რო გავხდეთ ევროკავშირის ქვეყანა, ხვალ რო გათენდება, ყველა მდიდრები ვიქნებით, რაღაცა ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდება და ნეტარებაში ვიცხოვრებთ აქ თურმე ქართველები. რა თქმა უნდა, ეს არის მცდარი წარმოდგენა და ვინც ასე ფიქრობს, ამ ადამიანებს მოუწოდებდი გადახედონ ევროპის წევრ ქვეყნებს. ზოგიერთი მათგანი რა დღეშია ეკონომიკური თვალსაზრისით. და ამის მაგალითია მაგალითად ბულგარეთი, რომელიც უკვე დიდი ხანია ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რუმინეთი, მათ შორის სლოვაკეთშიც არ არის თლაც სახარბიერო მდგომარეობა და ხორვატიაში სხვათა შორის, ეხა შედარებით მე მგონი გამოსწორდა პროცესი, მაგრამ მაინც. ბულგარეთი არის იმის მაგალითი, მათ შორის რუმინეთიც და კიდე სხვა ქვეყნებიც, რომ ევროკავშირის წევრობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ აქ ჩვენ უცებ გავმდიდრდებით და ყველაფერი კარგად იქნება საქართველოში. საერთოდ არ მემეტება მე პირადად ჩემი ქვეყანა დღევანდელი ევროპის წევრობისთვის. რა არის დღევანდელი ევროპა და რა იყო ის ევროპა, რომელზეც ქართველები ვიძახდით, რომ შინ ევროპაში უნდა დავბრუნდეთო და ევროპა არის ჩვენი მოკლედ ისტორიული ადგილიო და სამშობლოო და რაღაცებს რომ აი ამ ნარატივებით რომ საუბრობდით, ხო? რატომ გვინდოდა ევროპა და რატომ გვხიბლავდა და რა გვაკავშირებდა ევროპასთან, რატომ ვიძახდით ამეებს, ხო? ევროპასთან გვაკავშირებდა ყველაზე მთავარი რაც არის სარწმუნოება, ქრისტიანობა. ევროპასთან გვაკავშირებდა ოჯახური ღირებულებები და კულტურული საზოგადოება, ხო? დღეს ეს ყველაფერი ევროპელებმა წყალს გაატანეს და თვითონ გადაუსვეს ხაზი და სწორედ ამიტომ არ მემეტება აი ამ დღევანდელი ევროპის წევრობისთვის ჩემი სამშობლო. მე არ მინდა რომ ქაშვეთში კაცები ზასაობდნენ და მღვდელი ჯვარს წერდეს. რაც დღევანდელ ევროპაში რა თქმა უნდა მოსულია და საბერძნეთი ჩვენზე უფრო რა ვიცი ძლიერი ისტორიის და კულტურის მქონე სახელმწიფოა, მაგრამ ასევე მართლმადიდებლები არიან, მაგრამ წარმოიდგინეთ მოახერხეს საბერძნეთშიც ის, რომ კაცებს აზასავებენ ეკლესიებში და ჯვარს წერენ. მე არ მემეტება ჩემი შვილი იმისათვის, რომ აუკრძალონ ჩემ შვილს, ქალს ქალი დაუძახოს, კაცს კაცი დაუძახოს, დედას დედა დაუძახოს და მამას მამა და რომ ამით დაუმახინჯონ ფსიქიკა. არ მემეტება ამისთვის არც ჩემი შვილები და არც თქვენი შვილები.
ასე რომ დღევანდელ ევროპასთან სამწუხაროდ ჩვენ არაფერი არ გვაკავშირებს და დღეს თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ხვალ ჩვენ მდიდრები ვერ ვიქნებით ვერანაირად, მაგრამ ხვალ გვაიძულებენ იმას ევროპელები დღეს თუ ჩვენ წევრი ქვეყანა გავხდებით, რომ კაცებს ჯვარი დავწეროთ, ხვალ აგვიკრძალავენ იმას, რომ ჩვენ შვილებს და ჩვენც რომ ქალს ქალი დაუძახოთ, კაცს კაცი და დედას დედა და მამას მამა და აი ამ თავის მარაზმს მოგვახვევენ აუცილებლად თავზე, ოღონდ იძულებით და გვაიძულებენ, რომ ყველაფერი, აი ეს მარაზმი, რა მარაზმშიც დღეს ევროპელები ცხოვრობენ, საქართველოში დავაკანონოთ და კანონის დონემდე ავიყვანოთ. აი ეს რაღაცა სისულელეები. რა თქმა უნდა, აი ამ რაღაცა დაკარგული ევროპისთვის არ მემეტება ჩემი ქვეყანა. და არც ჩემი შვილების მომავალს ვერ ვხედავ აი ამ რაღაც მარაზმში, როგორიც არის დღევანდელი ევროკავშირი. ევროპელები დღეს როგორ თქვა, მიდიან სამყაროს წინააღმდეგ და ზოგადად აი ეს ლიბერალები ხოლმე, რომლებიც დღეს არიან მოდებული ჭირივით მსოფლიოში და ევროპაში განსაკუთრებით ძლიერად და კარგად გრძნობენ თავს და თავიდან ბოლომდე დაპყრობილი აქვთ ევროპის კონტინენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ხო? ეს ადამიანები მიდიან სამყაროს წინააღმდეგ პირდაპირ. ყველაფერში ცდილობენ რომ ჩაერიონ, ოჯახებში ერევიან, შვილების აღზრდაში ერევიან, ყველაფერში სამყაროს წინააღმდეგ მიდიან ეს ადამიანები და ამას რატო ვიძახი, აქვე ავხსნი, ხო? არ ვიცი, იმ დღიდან როცა სამყარო შეიქმნა, ყველაფერი სამყაროში არის დედალ მამალი და პლუს მინუსი, ხო? მცენარიდან დაწყებული, ცხოველით გაგრძელებული და ადამიანით დამთავრებული ყველაფერი სამყაროში არის დედალი და მამალი, მდედრი და მამრი, პლუსი და მინუსი. მცენარიდან დაწყებული, მწერით დამთავრებული 100-ია ეს, ხო? და ფაქტია. და აი ეს ავადმყოფები პირდაპირ ვიძახი, რომ აბა სხვამა ამას ქვია ავადმყოფობა. მეტი არაფერი არ ქვია ამას. აი ეს ლიბერალი ავადმყოფები ცდილობენ, რომ სამყაროს წინააღმდეგ წავიდნენ და თურმე სამყაროში არ არსებობს არც დედალი, არც მამალი, არც ქალი, არც კაცი, არც დედა, არც მამა და არაფერი არ არსებობს თურმე და მხოლოდ არსებობს 50 გენდერი და ვისაც როგორ წარმოუდგენია თავისი თავი, თურმე ისე უნდა მიიღო და ის ყოფილა, ხო? აი არ ვიცი, ამაზე უფრო დიდი მარაზმი და სისულელე რა უნდა იყოს და სწორედ ამიტომ არ მემეტება ჩემი ქვეყანა და ჩემი შვილების მომავალი აი ამ რაღაცა გაუკღმართებული ევროკავშირის წევრობისკენ და აი ეს თავისი ვიზა ლიბერალიზაცია შეუძლიათ ერთ ადგილზე გაუკეთონ ერთმანეთს, რა ვიცი, ბორელმა და კალასმა ან მაკრონმა და ურსულამ და მეტი არაფერი არ შემიძლია ვთქვა აი ამ მარაზმთან დაკავშირებით, რასაც ევროპელები ჩადიან ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. არ ვიცი, სხვა მეტი არაფრის თქვა არ შემიძლია აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.